გამარჯობათ, ბატონებო და ქალბატონებო, მოგესალმებით. ეს არის რადიო ციცე 95 და ეს გახლავთ გადაცემა ჯაპანას პაპანაკება. როგორ ბრძანდებით, ხო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კარგად. დღეს ვარ ძალიან კარგ ხასიათზე, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეხა ისეთი კარგი სტუმარი მყავს, ეხა გაგაცნობთ ამ წუთში, აი ამ წუთში, აი ეხლა იქით შემოვხედეთ და სულ მალე გეტყვით, ვინ არის ჩემი სტუმარი. ძალიან მიხარია ის ამბავი, რომ აი ძალიან მიხარია, რომ არანაირად უკვე აი პოლიტიკასთან დაკავშირებით საუბარი აღარ გვექნება. დღეს იქნება ლაპარაკი მხოლოდ აი ძალიან პოზიტიურ საკითხებთან დაკავშირებით. თან ისეთი კარგი მუსიკოსი მყავს სტუმრად, შემობატონო. ისეთი მაგარი კაცი, რომ აი იმიდე დავადირე რა, ვინც ამაზე ცუდი რამე თქვა საერთოდ ცხოვრებაში, დედა მოუარა აიბათ ყველას რა. ეგ არის თელაველი კაცია, ჩემო კარგო. მაგარი ნიჭიერი კაცია. გახლავთ შემობატონო, ესე იგი ჯერ არ გეტყვით მის გვარსა. თელაველი კაცია. თელავი ხო საერთოდ ინტერნაციონალური ქალაქია, იქ ხო ეს სასაული ხდება. ამ ისტორიებს ყველაფერს მოყვებით, ამის მამა პაპაზე ვილაპარაკებთ, საიდან მოდის, როგორ არის. მაგრამ თავარი ის არის, რომ ეს კაცი არის მომღერალი, ლოტპარი, მასწავლებელი, პატარებს პედაგოგია, პატარების ანსამბლის შემოძახილის შემობატონო ხელმძღვანელი გახლავთ. ეს გახლავთ ვასო კორდიონკო, ამას შემოივლო ჩემი თავი. თელაველი ქართველი კაცი, აგე დიდი პაპაა წამოსული აქ და ამ ისტორიასაც მივადგებით ძალიან მალე. გამარჯობა, ჩემო ვასო, როგორ ახარ მითხარი? გამარჯობა. აბა როგორ ახარ რა? კარგი, მადლობა. შეგენდა ცოლო ჩემი თავი. ხო ხარ ჯამთელად, ბედნიერად? მადლობა, კარგად. ხო ხარ ოპტიმისტურ განწყობაზე? კი. ყველაფერი რიგზე მიდის, ხო? რამდენადაც შეგვილია. რამდენადაც შეგიძლია შემოგევლო ჩემი თავი. რა მინდა რომ გითხრა, ეხა პირველ რიგში მინდა გითხო, ეხა შენი აი წარმომავლობის შესახებ რა. აი, როგორ მოხდი აქაო, აი, რო იტყვია, ხიცი, როგორ მოხდი მანდაო რა. აი, ეგრე არის ნათქვამი, რომ რანაირად მოხდა შენი თელა, აი, შენ როგორ მოხდი გასაგებია ეხა. შენი დიდი პაპა ვიცი, რომ ჩამოვიდა აქიდან და ამით დავიწყოთ, აქიდან იწყება ყველაფერი, საერთოდ რა, ჩვენი წინაპრებისგან და ჩვენი ბავშვობიდან, ხო? ხო და აი, მითხარი ერთი როგორ მოხდა კორნიენკო თელავში. მოდი ამით დავიწყოთ. აი, როგორ მოხდი აქ ამით, მეც ბებია ვინც გამზარდა, სულ მაგას მეუბნებოდა ხოლმე, რომ როგორ მოეს, რამდენი სისხლგირევია, რამდენი რამ. აი, მამაჩემის დიდი პაპა სტეფანე კორნიენკო. ის თავისი ოჯახით, მოკლედ, რა ვიცი, წარჩინებული ოჯახი ყოფილა და ამ რევოლუციების დროს რა გააგულაკეს და ერთხამეში დაუხოციათ მათი მშობლები, დაძმები და ეს კაცი გამოქცეულად 16 წლის ყოფილა. თუ პირდაპირ გეზი აქ საქართველოს. აი ხო, რა ვიცი, იცნობდნენ აქ, რა ვიცი, როგორ იყო, რა ვიცი. ეს იგი იმ საუკუნის დასაწყისში. კი, დასაწყისში, ხო და აქ უკრაინიდან, ხო? უკრაინიდან. კორნიენკო ხარ, კორნები გაქვს? კორნიენკო, რა, უკრაინიდან. ფესვიაშვილი. ხო, ფესვიაშვილი, ხო. ხო და იქ კიდე ბებია ჩემი უნახავს. კეთევან ზაუტაშვილის დიდი ბებია. აჰა. მამაჩემის. ის მახსოვს ეს ქალი. კეთოვებ. ხო და ესენი იყვნენ, ისინიც გაკულაკებული ესეთ ხალხი, ისი თავადიშვილი იყო, ეს თავადის ქალი ზაუტაშვილი და გაზარდეს თუ შეიფარეს ეს სტეფანე და ეს ზაუტაშვილი კეთევანს მიათხოვეს და დასახლდნენ თელავში. აჰა. რა კარგად მოქცევია. ხო, ააშენეს სახლი მოკლედ და აი კაცი იყო ეს. ხო, კი, და ამას ცოდნია მანქანის დარება, ტრაქტორის დარება, ეგეთი რაღაცა. მაშინ იყო ძალიან ისეთი რამე რა, ხო. წერა კითხვაც არ იცოდა. ხაკერი რო ხარ დღეს ეგეთი იმავე. ხო და პირველი ფოსტის მანქანა მოკლედ ეგ მართავდა და ეგ იყო დასაქმდა მაგ ამბავში, თელავში. მაქედან წამოვიდა ჩვენი გვარი. მას ყავდა 2 შვილი, 3 შვილი. 2 ბიჭი, ერთი ჩემი პაპა, ოთარი და სტეფე ისა. ეს არის ბაბუის მამაზე ლაპარაკი. ხო, კი. კი ბატონო, ეს და. მე სულ ყველა ქართველები შემოვიდა. მე სულ ქართველები იყო, კი ბატონო. ხო, სულ ქართველები შემოვიდა. მე თორე თელავში არის, მაგრამ ყველა ინდიელების გარდა მე მგონი ერთი ეგენი არ არიან, თორე ბერძნები, სომხები, პოლონელები, ებრაელები, სულ ქვეყანა. ეხა ნახე, ეს მამაჩემის მხარე ეგ ამბავია მამის ხრიდან რა. ბებია ჩემი აჯაფსანდალს მეძახდა მეთქი გეუნები. ხო და პაპა ჩემა კიდე ოთარამ. ნახევრად უკრაინელ და ნახევრად ქართველმა, მაგარი ქართველი ის ჰქონდა ზაუტაშვილი. ამას კიდე შეუყვარდა, იქ არის სოფელი ყარაჯალა.
ვიცი კაცო. ხო და მოკლედ აზერბაიჯანელი ქალი შეუყვარდა ბებია ჩემი მამის დედა. ოღონდ ეს როგორ იყო იცი თელავში დაბადებული გაზრდილი თელაველები იყვნენ რა ესენი რა. ფარი და ბებო აქედან ეს მყავს ბებია. დედის დედა არის ქართველი ნანი მალვენიშვილი, აი ვინც გამზარდა რა, იმან გამზარდა, მოკლედ იმასთან მოხვდი. რომ მაკითხები. ალბათ გალობელი იყო, როგორც ვიცი. აი მგალობელანთი იყო, ესე ამბობს ჩვენი გვარი, მგალობელანთიდან მოდის ის მათი წინაპრები იყვნენ მგალობლები. ხო და დედა ჩემის მამა კიდე იყო თელაველი ეზდი. ვასილ ფერიზოვი, ძალიან კაი კაცი ყოფილა, ისიც მძღოლი კაცი და ისიც ადრე გარდაცვლა მე არ მახსოვს, დედა ჩემი 10 წლის იყო რა. და ჩემი ეს მეხსიერება არის, რომ გავიზარდე ნანაბებოსთან და დავდიოდი სკოლაში, პირველ სკოლაში, ხო, გალავანში, მეფის გალავანში. აი, მაქედან დაიწყო ჩემი სიძველეებთან კავშირი რა, ნანაბებო და მეფე. კორპუსებში ცხოვრობდით? კორპუსებში ვიყავით მე და ბებო, მე-6 სართულზე. მე-6 სართულზე, ხო. მაცხოვრობდნენ დუტა, თათოჟორიანი, ესენი სულ ბაგეზოში ვარ, ხშირად დამყოფი და მაგარი ეზო ძალიან. რა მაინტერესებს ეხლა კახეთში რო არ იბრერო რთული საქმეა ეხლა როგორც გავიგე ხა ბებიასთან რაღაც მოვედით შენ თვითონ მიხვედი იქ რა ბებიასთან დაკავშირებით მითხარი ეხლა გალობლები ყოფილა გალობლები ბელანთა როგორც მითხარი აბაზე მითხარი ეხლა გიმღერო და როგორი ამბავი სიმღერა მოკლედ საიდან წამოვიდა შენში ამ ბებიისგან ხო მუსიკალური ვიყავ ისედაც რომ ახსოვს ხა მუსიკალური ვიყავ ხო აი ნახე მე მასწავლეს ლექსი ძალიან აი პატარა ვიყავ ალბათ 1 წლის არწივი ნახე დაჭრილი ყვაყოვნებს ეომებოდა ამაზე მე მოიგონე მოტივი მოკლედ ამოვატრიალებდი სკამს და ამაზე დოლი იყო და მამას ვღეროდი არწივი ნახე დაჭრილი ამას ვღეროდი კაროჩე აი მოკლედ ბოდიშით ხო და ამას ვღეროდი ხშირად ხო და ეს მეგონა ეს იყო ჩემი ხალხურიც რა ყველაფერი ეს იყო წარმოსადეგი სიმღერა მოკლედ ხო ბებია ჩემ მე მასწავლი და რახაც ნახეს რომ მაინტერესებდა რაღაც ტექსტებს იქ ბახტრიონიდან გიცხერდი მარტივი სიმღერა მოტივები ახლა რომ ეს იღბეჭდება ბავშვი შემდეგ სხვანაირად მოქმედებს დიდობაში ხო და შემდეგ რომ მოვხვდი სკოლაში მოვბრძანდა მე 7 კლასში ვიყავი ლოტბარი ლევან აბაშიძე და მედიკომოს მეზურიშვილის პერიოდია ალბათ ეს არის 99 2000 წელი ხო და მისი დავალებით სხვათა შორის რომ არავინ აღარ მღეროდა ახლა ეს 90-იანი გამოვლილი ომ გამოვლილი ერთადერთი წინანდალი იყო ანსამბლი წინანდალი ვინც მღეროდა და ისიც აი სუფრაზე და რა ვიცოდით ჩვენ ბავშვებმა და ხალხმა რა იცოდა რა საკეთებდნენ ისინი საზოგადოება მოკლედ აღარ იცოდა ეს ხალხური სიმღერა და ჩართული იყო სხვა რაღაცა და გახსოვთ თქვენ. არ იყო პოპულარული და ამ კაცთან მოხვდი მოკლედ გუნდში, პატარა კახი ერქვა ამ გუნდს და იქ ვისწავლეს სიმღერა და რამდენიმე წელიწადში, 2 წელიწადში ალბათ ანდროპაპას შესახებ გავიგე და თელავის ღვთაების ეკლესიიდან მოხვდი ანდროპაპასთან რომ გავიგეთ ესეთ კაცი უნდა მობრძანდეს მეუფე დავითის ლოცვა კურთხევით და იუნესკოს ეგიდით იყო. ანზორ ერქომაიშვილის უშუალო ჩართულობით. აი მაქედან იწყება უკვე ჩემი რა ხნის სახარბაში? მაგ დროს ავარ 14 წლის. აი ესე რა. ეგ ლეგენდარული კაცია კაცო, ეს არ გაუგონია. ანზორ ერქომაიშვილი. ხო, არა, ანზორ ერქომაიშვილი არა. ანდროსიმაშვილი. კი, დიდი ხნით რაღაცა ასლამდე იცხოვრა თუ რა. 96 წლის ასაკში არ დაიცვალა და ვასაფლავეთ. აი კადრები გადის აგე? კი. საერთოდ მასწავლებელი. ანდროპაპა დააჯილდოვეს როგორც ტრადიციული ბოლო ლოტბარი. აი. აქ შეიტყვაცა ხოლმე, ხო? კი, მეორე ხმას პირველი ხმა ანდროპაპა და უკან ანსამბლი პასანის კეთება. ხო და აი რა მაინტერესებს ეხლა ბავშვობაში ხა აი შენი ბავშვობის კუმირები ვინ იყო ეხლა მაგალითად ვინ იყო აი მაგალითად აი
თან ახლა ჩვენ ახლა მე კიდე უფროსი ვარ, სანამ მართვე რო ჩამოყალიბდა და ჩემზე პატარები იყვნენ, რა ერთი 10 წლით, გაიგე? ჩემ დროს კიდე არც მართვე არ იყო. სამწუხაროდ რა. თან მე მამა მყავდა დირიჟორი და ძალიან მაგრამღეროდა და შეიძლება ითქვას რომ ლოტბარიც იყო და რაღაცა და არ გამაკარა სიმღერას ბიჭო, გადავიდე ძალიან გული მწყდება, სულ საყვედურებს ვიცახე ხა. ერთმა გაანათლოს ხო. ისი მაგრამ ნუ ახლა ძალიან მაგარი ხალხი მყავს მოსმენილი გარშემო სულ რა და თვითონ ბატონი ანზორის მინახია სუფრასთან და მოკლედ რა ეს საოცარი კაცი. სხვა ეპოქა იყო კიდე თქვენ დროს. მაგრამ ჩემ ახალგაზრდობაში როგორი ვიცი? მუსიკაზე რო არ მატარეს მაგარ გასწორებულში ვიყო. არ იყო პოპულარული ხალხური სიმღერა. არ იყო და ის ანზორმა ქნა ეგ. ეხლა მე აბზივარ და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. და ჩემნაირი ბევრია კიდე. კი ბატონო, ანზორმა ქნა ეგ ამბავი. აი ანზორმა. ის კი არა ჩემზე 10 წლის პატარა შეხელები კი არა 50 წლის რო არიან დღეს აი 55-მდე მაგან დაიწყო ამ მართვეთი და სასწაული მოახდინა ეს იგი და რაღაცნაირად იცი როგორ გიდა ცოტა გრეხიც იყო რა ეხლა ხო ეგ იყო ზუსტად მეც ქუჩად მომიწია და ხშირად თქვა მქონია ნუ ანიგრძნობ ან რომ აი შეცბება ადამიანის შენ რას აკეთებს მე ხალხურ სიმღერებს ვღერი რაღაცა ხო და რაღაცა ნუ არა მაგდენი ვერავინ ვერ შემომბედა იქ გალობაც იყო და გალობა ცოტა უფრთხილდა ღმერთი რა აქ ეგრევე დავაყო ეკლესია ღმერთი იქ ჩერდებოდნენ ხო და ამან გადაგვარჩინა რა ეკლესიამ გვიშველა ხო ეკლესიამ გვიშველა ძალიან იმიტომ რომ ეკლესიიდან მოხდა ჩვენი გალობის შესწავლა აი კარგელა ანტკილო მაგალითად დავიწყებული იყო და ალავერდის ეპარქიაში გადაწყვიტეს რომ აღდგეს გალობა და ამასთანაც ჩართული იყო თბილისიდან პედაგოგი მოდიოდა ხოლმე ის გვასწავლიდა ნოტებს და შემდეგ ამ გალობას წირვა-ლოცვაზე რო გვეგალობა და აღდგა ეს გალობა მივახციეთ მაგასაც ხო და პირველი პედაგოგები ვიდა ის აი ნუ ზუსტად ანდროს სიმაშვილი იქ მობრძანდებოდა ხოლმე კონსერვატორიიდან თამას გაბისონია ვინც ნოტებს გვასწავლიდა და მამა კონსტანტინე პაპალაშვილი ეხა მამაოა დეკანოზია მაშინ ერისკაცი იყო და ის იყო ჩვენი ლოტბარი რეგენტი ტაძარში და აი დღე და ღამე მოკლედ ჩვენ ამაზე ეცადინეობდით შუქი არ იყო სანთლის შუქზე იქ არის თავადების სახლი ყაზახაშვილების სახლი რომელიც ეკლესია ულიდა მერე და ამ სახლში ვიყავით მოკლედ შესულები რა გამაგრებულები ბუხარი ხო ბუხარი აი ღვთაებასთან ღვთაების ეკლესია ხო მიცის მონასტერი აი მან მახლობელ ადგილზე და აი იქ იყო ჩვენი კონსერვატორია ასე რომ ვთქვათ რა და იქ ვისწავლეს სიმღერა გალობა და ის ყველაფერი რასაც დღეს ასე ვემსახურები რა ესე და ეს რჩევები რაღაცები მათი ხა რომელიც დღემდე გახსოვს რამე რა შემოგჭა რა აი რაღაცა თან ხა ის ანდრო პაპა ვიცი რომ რაღაცა აი თავისე აი ტრადიციული სიმღერები როგორც მითხარი ეჭირა ისეთი რა მე გაკეთდა ამის ინტერპრეტაცია რაღაც ყველამ თავისი გააკეთა თავისი იმპროვიზაციული შეერება ის იყო აი ნაღდი გადმოტანილი არქივი იყო რა ანდროს უწოდებდნენ კახურის სიმღერის პატრიარქს და ამას ტყუილა არეუბნებოდნენ და ასეც არის რომ მან იცოდა ძველი ზუსტი ვარიანტები თუნდაც თავის სოფელში რამოდენიმე სკოლა არსებობს კახურის სასიმღერო ესე იგი კულტურის რო ესე იგი არსებობდა თელავში თელავის მახლობლად არის ესე იგი სოფელი ართანა ამ ართანაში იყო და გეტყვით ატომაც ართანა და კონდოლი და თელავში იყრიდნენ ესენი თავს შემდეგ ყვარელში შილდა იყო განთქმული სოფელი დედას ლევანა განსხვავებული სიმღერებია სხვანაირი ფორმა არის თიზიხში ოდნავ განსხვავებული გურჯაანს თავისი აქვს. კი ბატონო. შემდეგ გარეკახეთი, საგარეჯო და კაკაბეთი იყო გამორჩეული. ხო და ეს ყველაფერი იცოდა ზედმიწევნით ანდროს სიმაშვილმა. თავისი ოჯახიდან, იმიტომ რომ მთელი ოჯახი, მისი ოჯახი იყვნენ მომღერლები. ყანას იღებდნენ სიმღერით. მთელი სოფელი მღეროდა, გამორჩეული სოფელი იყო. ხო და აი ეს დაგროვილი რაც ქონდა ანდრო პაპას მოკლედ იმ ადამიანს გადმოგვცა ბოლო ცხოვრების პერიოდში რა რაც თელავსა და გურჯაანშვილის დაწყდება ხა მოგეხსენება ხო მე ვერ გავიგე რა ხდება რა შე მუსიკოსების შორის ხო არ იყო ეგეთი ამბები რა რა ვიცი მე პაპიშკას ვარ ვერავი გურჯა
გურჯაანში რო გამოივლის, კარგი თელაველი პაკრიშკას არ აბერავს. გაიგე რომ ჰაერი არ შევიდეს გურჯაანში. ერთი აი მაგაზე რო არ წაიღოს თელავში გურჯაანი. აი ნახე, დავეხმარეთ ჩვენ ერთი პერიოდი გურჯაანელებს, ცოტა თუდათ ჰქონდათ საქმე. აქეთ ლევან აბაშიძე იყო, იქით აღარ იყო უკვე სიმოვიდა. აი მე გეუბნები ეს, რო გაჩერდა ყველაფერი და სიმღერა და გადარჩენაზე რო იყო, იქაც დაუდგათ საკითხი და აქედან გაუზარდეთ რამდენიმე გაუშვით. ხელოვნება მაინც თავის აშვება. ჩვენი მასწავლებელი დადიოდა იქ ჩაუტარა რაღაცა. დღეს ყავის გურჯაანი მაგრად არის ვენაცვალე კარგად ვენაცვალე იმღერეს ფესტივალზე ერთად ვიყავით. მაგათ ვენაცვალე დღედაღამერი ყავი დიდი დრომა გატარებული ინტერნეტში და გინა გურჯაანში რომ რა გითხრა. რა მაინტერესებს მივედით ახლა შეძახილამდე ძმაო. აბა როგორ შემოძახილი ჩემომატო რა შეუძახოთ შემოძახილს. ბოდიში მომითხოვია. შემოძახილთან მივედით აგერ მოგეხსენება ჩემომატო და ქალბატონებო ბიდაგინის მე ხაზი გაუსვა იმას რომ ხალხური აი როგორც რანინა ხალხური არაჩვეულებრივი პროექტები პირველ არხზე საზოგადოებრივი არხზე არის საოცარი პროექტები სულ უყურებდი და გაიმარჯვეს შემოძახილმა აგერ ამ ახალგაზრდა ხალხმა ჩემომატო 25 წლის ასაკში აქ თუ არ ვწდები ჩამოყალიბებული ეგანსამბლი არა თუ რა თუ უფრო პატარა არა უფრო პატარა იყო ხო უფრო პატარა 18 ხო 25 წელია რაც არსებობს 25 წელი არსებობდა 18 წლის იყავი შეგაიხარე ძმაო აბა უყურე აჰა 18 წლიდან კაც როგორი ანსამბლი ყავს შემოძახილი მივიდეთ ამ შემოძახილი როგორ მოვედით შემოძახილამდე აბა როგორ ჩამოყალიბდა როგორ აკრიფე ეს ხალხი სანახი დაბა ძმაკაცები იყვნენ თუ ყურით მოაგროვე ხო არა ერთად გავიზარდეთ მან ნაწილი აი ზუსტად რასაც ვამბობდი ახლა იმ ანდროპაპასთან მარტო მე ხო არ დავდიოდი არა ეს ხალხი ნაწილი ვინც ჩემზე უფროსები არიან ასაკით ვინც ეს ყველაფერი გაიარა ჩემთან ერთად მაგრამ მე რატომღაც რაღაცა ესე დარჩნენ რა ზოგი ცალკე ზოგი მარტო ხო და შემდეგ მოვაგროვე ეს ხალხი მოკლედ რა და ეს და შექმნის იდეა რამდენი იყავით თავიდან 2005 წელს აი იცი როგორ მოხდა აი მართვეში რომ ღერი ხარ და შემდეგ კიდე რო გაიზდები და ანსამბლი გინდა გააკეთო ცალკე გააგრძელო ესეთი ამბავი იყო რა მოკლედ რა და თუ ვინმე იყო მომღერლები ახალგაზრდები ჩემ გარშემო იყვნენ ხოლმე თელავში კახეთში რავი ზოგი იქიდან მოდიოდა ყველა ერთად ვიყავით და ეს ხალხი გავაერთიანე მოკლედ და იყო იდეა ჩემი მასწავლებლის ლევან აბაშიძის რომ ეს სიმღერაა განსაკუთრებული შემოძახილი რომელიც არის შექმნილი აი ძმაკაცი რომ ძმაკაცი ადამიანი ადრე რო გარდაიცვლება და ბოლოს სიტყვას რო ეუბნები სამარეს წინ აი მაგ დროს ითქმეოდა ეს სიმღერა მიუხედავად იმისა ეს სუფრული ჟანრისაა და ჩაკურლოს ტიპად მოიაზრება და ისე ჟღერს ეს რა სიმღერა ეს შემოძახილი და ამ იდეით დავარქვით ამ ანსამბლს შემოძახილი მეგობრობის უმაღლესი ფორმა ესეთ რაღაცა ამ მიდგომით რა და დავარქვით შემოძახილი და იმის მერე მრავალმა ადამიანმა გაიარა ამ ანსამბლში ამ სახელით მათ შორის ის რომ დამთავრდა ეს პროექტი ჩვენი სკოლის სალუტბარო სკოლის ანდრო პაპაც ხო დაუმთავრდა ეს ყველაფერი სადმე ხო უნდა ყოფილიყავი და ანსამბლი შემოძახილი ეს ბიჭები ყველა ანდრო პაპა ავტომატურად შევიერთეთ თუ შევერთათ ვიყავით ისედაც და ამ ანსამბლის სახელით დავდიოდით ხოლმე ყველგან შემოძახილი რა მაგარი სახელი და გარდაგვეცვალა კი არ ვიცი ეს იმერა შეიძლება ვიცი მაგრამ ვერ ვიცი ამ შემოძახილს რა მართლა მეგობარს ეუბნება ძმაკაცი და გუნდი ეუბნება უჭკნობელო ვარდისკონა შემკობილო ალვისხეო მე ხომ ბრთები არმას ხია გადმოფრინდე შენთან მეო ჭირს მოგჭამ ნუ შეგძულდები ერთი ქართული მითხარო ან მომეც ბარი ნიჩაბი სამარია მოვითხარო ძნელია მოკვდეს ვაშკაცი უდროო დაიკარგოსა მისი კოკორი ულვაში მიწაში ჩაიმარხოს ჰარულალო და ზე დამთავრდა კიდეცვალი ამ თელი ამბები აქვს შიგნით მაგარია ძალიან მაგარი ამბავია ვახჩი მე ხა რა ვქნათ იცი შემოკარგო ეს ჩოგური ხა სტაისლავსკის რა გქნათ ხოლმე მე მსახიობი კაცი ვარ რომ სედაზე რო კიდია თოფიო ის უნდა გავარდესო რა და სულოთ აი როცა აი თუ გაგიხარდება კიდე ხა ჩამოკარი რავი გითხარე თუ გინდა ეხლა ეს ფანდური მთლიანად ეხა არის მე ლოტბარი ვარ და აგრეთვე მომღერალიც ვარ და იცი რა არის მარტო რო ხარ როცა ხმები არ არიან ამ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ ესა მაგრამ არის კიდე ჩვენ ქართულ ფოლკლორში გვაქვს ისეთი ნიმუშები რომელიც სრულდება ფანდურზე ან შაირის მსგავსი დამღერებები რაღაც მთასა განსაკუთრებით კი ბატონო სიმღერები აი თუშეთი თუშებს კი
ხო და ასეთი ტიპის სიმღერები სრულდება, თუმცა კახური სიმღერებიც მრავლად გვაქვს ფანტურზე დასამღერებელი. ხომ მოგესმენიებ რამეს? აი თუ გიდათ შაირს. შაირი. თუ გიდათ, ასე კარგი ხარდება კაცო, არა, შეიძლება. შენ როგორ პატარა ფრაგმენტი. პატარა ფრაგმენტი რაც გინდა შემოგავი. ეს არის ხარება და გოგიაში მომღერის. ეს რა მოსავალია გიღია კაცო. სანატორა მიხდინა მუხარაბატონი ღმათ მამცა მილახვარიშინა მუხარაბატონი ღმათ მამცა მილახვარიშინა ვარალევო დიული დალალევო დიული დალალი დალალე დიული დალალევო დიული დალალი დალალე დიული დალალევო და მათრო ახმეტას და მაძინა ჩერქეზის გოგოსაკებენის გვერდით და მიწვინა ჩერქეზის გოგოსაკებენის გვერდით და მიწვინა ვარალევო დიული დალალევო დიული დალალი დალალე დიული დალალევო დიული დალალი დალალე დიული დალალევო მადლობა ვაკარდი გავაგზავნოთ ხო პროექტი ხალხურთან დაკავშირებით მინდა შეგეკითხო ერთი ახლა აი მან ხალხურში როგორ მოხდა ახლა თქვენი ეს ხო მეც არ ვიცოდი ეს თქვენი ურთიერთობა ხალხური აი პირდაპირ ხალხური კარგად წამოვიდა პირველ რიგში ეს პროექტი ხალხური აი რა მაგარი რამეა ხო არ ყოფილა აქამდე ბევრი ელოდებოდა და ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ვინ როგორ მიუდგებოდნენ ამას რა იმიტომ რომ ხალხური ისეთ სპეციფიური რაღაცაა რომ შეიძლება ისე არ გამოვიდეს ვიღაცა უკმაყოფილო დარჩეს ის სიმღერა არ იყოს ხალხური და მე რაღაც პრეტენზიები გაჩნდეს ხო და შესაბამის ხალხი შეიკრიბა მოკლედ როგორც შევხედეთ რა ძალიან ჩვენს გვასიამოვნეს თვითონაც ისე ხო და ძალიან მადლობელი ვართ ძალიან ჩვენი იდეა იყო როცა სხვემაც გთხოვეს რომ მოდი გადი და იარსებობთ და ხართ და მოდი იმღერეთ და თქვენ თქვითო და პირველი იყო ის რომ ის სიმღერები წარმოგვეჩინა ძალიან მაგრად რა მაღალ დონეზე რაც არსებობს ჩვენი ფოლკლორის უამასალა და არსებობს კიდე გამორჩეული სიმღერები ეს სუფრული ჟანრის სიმღერები რომელიც არის ძალიან მაღალღირებული როგორც თავის მუსიკალურად ასევე შესრულების კუთხით და თვითონ ეროვნული ფასეულობით და ღირსებით რა ძალიან დიდი იდეა დევს და მუსიკითაც ძალიან მაგრამ მაღალ დონეზე მდგარია ასე რომ თქვა და გამოვიტანეთ აგეთქვი შესრულებული რა კი ეს არის თელაური ძველი ჩაგრული მაგარია ეს არის ჩვენი როგორ ვთქვა ძეგლები ესე ვთქვა აი ამას არ უნდა შეეხო არ უნდა გააფუჭო შეიძლება რაღაცა შენი სიმღერით მოახდინო რამე მაგრამ არც უნდა მოაკლო და არც არ უნდა გააფუჭო მოკლედ რა და როგორც აი ბეწვის ხიდზე სიარული ესეა რომ ეს არც მთლად შენია შეიძლება შენ პატრონი ხარ იმიტომ რომ უნდა მოუარო და რაღაცა პერიოდი გიკავია და ეს ისე უნდა მიიტანო მართლა აი წინაპრები ხო ვახსენეთ კიდე ანდრო პაპა და მათი და მათ მაგნეს კიდე წმინდანები ყო ჩვენ ვინც ამის გამო დახვრიტეს და მოკლედ დიდი ვაება გადაიტანეს რა ხო და ასე მარტივად არ არის მოსული ჩვენამდე ეს ჩვენი ქართული ხალხური სიმღერა გალობა კიდე განსაკუთრებით გალობა ეს იყო დევნაში იყო ჩვეულებრივი გალობა და შემდეგ ღვაწლმოსილმა ხალხმა
ზოგმა თავის ეხლა პოულობენ არქივებში ხო აი ექთის კაცი კერესელიძემ გარდაგვირჩინა კარბელა ძმემა კარბელაშვილებმა რომელიც დახვრიტეს ნაწილი ანზორი ეს ბოლო ის იყო ვინც ეს ყველაფერი თავი მოუყარა და ყველაფერი გაგვაცნო მოკლედ სკოლები უნივერსიტეტები ამ კაცმა დააარსა და ეს ექვთიმე თაყაიშვილი მე შევადარე ექვთიმე თაყაიშვილს პირდაპირ ანზორი თაყაიშვილი აი ექვთიმე თაყაიშვილმა რაც აკეთა ამ დროისთვის ხო რა აი მუსიკაში ამ ფოლკლორში ამ კაცმა ექვთიმე თაყაიშვილი თან იყო არაჩვეულებრივი ბუნების ადამიანი ბატონი ანზორი მოსიყვარულე ძალიან თუ გენდობოდა ბოლომდე გენდობოდა და ხელს დაგადებდა მამაშვილურაც და რაღაცას ისეთ კაი დარიგებას მოგცემდა რომ თან იმედიც ქონდა შენი და თან გეუბნებოდა შეიძლება ასე მოხდეს და შენ ასე გააკეთე და მახსოვს მისი ხშირი შეხვედრები და დარიგებები და ზოგადად ფოლკლორზე საუბარი როგორ შეიძლება რომ მიუდგეთ და როგორ შეიძლება გადავარჩინოთ მხოლოდ ერთი ფორმა არსებობს ბავშვებს ვასწავლოთ ჩვენ ვიმღეროთ ვისაც რა შეუძლია და როგორ შეუძლია არც თავი არ გავიგიჟოთ რაც არ შეგიძლია ნუ იმღერებ რაც იცი ის იმღერე რაც კარგად გამოგდის და ბავშვს ასწავლე ის რაც საჭიროა სულ ყველაფერი მიეცი რა ის სკოლებში კარგი იქნებოდა და ძალიან ბევრი ინფორმაციაა ჩვენს ხალხურ სიმღერებში რომელიც კაცთა შორის საცნობებას ემხარ ამისთვის არის შექმნილი იქ ის ბავშვი რო ერთობით იმღერებს და წუთი სოფლის სტუმრები ვარ ჩვენ წავალთად სხვა დარჩება თუ ერთმანეთს არ ვახარებთ ამის მეტი რა დაგვრჩება ვიხაროთ კი არ ვიჭხუბოთ ამაზეა და ფერხული და მთელი ესე იგი ტრადიციულად თუ განავითარე ამით ბავშვი მას გზას აძლევ სულ სხვა ლიგაში ხვდება ტვინითაც იმიტომ რომ ძალიან რთული და კეთილხმოვანი სიმღერები გვაქვს იმას რო ეჩვევა ბავშვი იმას აღარ უჭირს არც ბახი არც ბეთჰოვენი მე არც ერთი მუსიკა და მიუშვიდად ყველგან მაგრები არიან შედით მიხვედი ჩემო კარგო ეხლა და აი მაინტერესებს აი ბავშვებს ეხლა უკვე მაგი კითხვა მქონდა დასასმელი აი მაინტერესებს ბავშვებთან მივედი და პედაგოგი ხარ ეხლა შენ ასწავლი რა ამ ბავშვებს შენ როგორ ფიქრობ ეხლა ეს აუცილებელია თუ კარგი იქნება რომ კი აუცილებელია აი ხო აი აუცილებელია დღეს აუცილებელია იმიტომ რომ იმდენი გავანებოთ რომ რაღაცა შემოდის ზოგი ნაგავია ძირთად ნაგავია რა შემოდის რა კი ბატონო ხო და ეს ერთ-ერთი ფორმულა და ბერკეტი ჩემი აზრით ერთად შეიძლება შენი იდენტობა დაიკავო ამით ქვევრიც აქვს მაგრამ ესეც აქვს რა ალავერდიც რომ მარტო სმენა და ის კი არ ვითარდება მარტო სიმღერას სულიერი მდგომარეობა ადამიანის რო ქართველია ისეთია მებრძოლი იყო მართალს ამბობდა წინაპარს პატივსცემდა ისა კუდარს წეს უგებდა და ტაძარს აშენებდა და ულიდა და ეხა მეტი რა გინდა ეხა იცხოვრე მონახე ხარეების შენი ცხოვრე როგორ შეგილია გამიგე გინდა ბაღი გქონდეს მაგრამ ფორმულა იცოდე რა როგორ გააკეთე რაღაცები არ დააშავ ამა ეს არის ქართულ ფოლკლორში ჩადებული კი ბატონო გინდა ეს ლექსებში კიდე მთასაა კიდე ვაჟა-ფშაველა და აი ყველაფერი ერთად არის ეს სიმღერები ხა ბავშვებს ეგ მითხარი თუ მინდამდენი ბავშვებთან მე მაქვს აი პარალელურად მაქვს აი ბავშვობიდან შეხება ბავშვებთან მუშაობის იმიტომ რომ ჩემი მასწავლებლები მე სადაც ვღეროდი გუნდში უკვე თან წვრთნიდნენ თუ როგორ იყო თან მაბარებდნენ ხოლმე რაღაც დღეები მე მატარებინებდნენ ხოლმე რომ რაღაც ხო და პარალელურად ბავშვთა გუნდი სუმყავდა დღემდე და დღეს ცხოვრობ ისანში ქალაქ თბილისში წმინდა ბარბარეს უბანში არის წმინდა ბარბარეს ტაძარი და საკვირაო სკოლა ძალიან კარგი მოძღვარი ყავს მამა გურამ ჭარელაშვილი ეს ადამიანი გვაძლევს საშუალებას საკვირაო სკოლას და მხატვრობას ასწავლის ფერწერას ბავშვებს ხატწერას სხვადასხვა ჯგუფებია და მათ შორის მაქვს მე გალოვის და სიმღერის შაბათობით ღია არის ჩვენის და ბავშვები ჩვენი მრევლი მოდიან და ამათი ბავშვები მოკლედ ჩემთან დადიან აგრეთვე გაითვალისწინეთ ბატონებო და ხალბატონებო აგერ თქვა კაცმა აგერ შვილები და შვილიშვილები აგერ არაჩვეულებრივი კაცი ყავს და არის კიდე მაქვს კერძო გაკვეთილები სახლში ვისაც სურვილი აქვს ეს მაქვს კიდე ბავშვთა ანსამბლი ნერგები და ინსტრუმენტზე დაკვრასაც ასწავლიდა ფანდ აი ერთად ვასწავლი სიმღერა გალობა და ფანდური ეს არ არსებობს რა ცალკე ფანდური არ არის და ცალკე სიმღერა ერთად უნდა იცოდე ოჯახის შვილები როგორ არის ახლა? ჩემი შვილები, მე მყავს სამი შვილი, სამივე მღერის. თელავში ცხოვრობენ. ესინც ალავერდის ეპარქიაში სწავლობენ. აჰა.
გოგოები ბიჭები? ორი გოგო მყავს, ერთი ბიჭი. დიდები არიან? 14-ისა უფროსი გოგონა, შემდეგ 13-ის ბიჭი და 10-ის გოგონა უმცროსი. კიდე საბივე მღერის რაღაც. კი, მღერიან. გოგონები ცეკვავენ კიდეც, აი მე ცეკვა არ ვიცი და ესენი ცეკვასაც ეუფლებიან. შემოძახილს დაუბრუნდებით ახლა ისე რომ მოიგეთ შემობატონო ვიყავით გასტროლებზე იყავით. ხო, ეს ის იყო. ჩვენ სიტყვა მაგაზე გითხარით. ჩვენ ჯერ არც ვიცოდით ახლა რაიცი ახლა რომ მიდიხარ აი მოგება ძალიან ისეთი ამბავი. ხო, მოიგე რა. მოიგე. მივედით ჩვენ ვიმღერეთ, მოკლეს რომ გვითხრეს რომ თქვენ ახართო მაგრებიო. რატომ მოიგეთ ხო არა გაკ მაგაზე აი რა მომეწოდა ხალხს აი თქვენში რაღაც აი. ჯერ მიმღერეთ აი მწერვალები მიმღერეთ, მწერვალის სიმღერები და ამას ყოველთვის ერთეულები ასრულებდნენ, მაგრამ ადრეც ეს ჩანაწერებიც. აი და რა ვიცი მოვიგიჟიანეთ თავი და ყველაფერი ჩავდეთ იმათგან ჩანაწერები ხო არსებობს ამის ყველაფერი ეს. ამ 30 წელია მღერი ვარ. ყველაფერი ჩავერთეთ დავხუჭეთ თვალები და ჩავერთეთ წინაპრებთან და მაქსიმუმი მივაახლოვეთ როგორც ვიფიქრეთ მე უთხარი ასე რომ აი ისინი როგორც იყვნენ აი ჩათვალე როგორ გრძნობდნენ მაგაზე იფიქრე რა და იქ იქნება გამოვიდეს და ესე გამოვიდა მოკლედ ჯიური ფეხსია და გამოვიდა ხალხი ძალიან გაუხარდა ეს სიამოვნა თან ის იყო იქაური ურთიერთობები იყო ძალიან მაგარი აჭარლები იყვნენ სვანები გურულები ეს სხვადასხვა კუთხის ხალხი კი ბატონო ჩავეხუტეთ ყველანი ერთმანეთს ამდვილად არ იყო ეგ პირველი გოლი გაუტანო ხო არ არის რა ყველას თავისი აქვს უმაღლესი გამოიტანა უბრალოდ ეს ჩაითვალა გრან პრის ნიმუშად ჩაკრულო ბოლოში რაც შევასრულეთ ეს ძველი ჩაკრულო და ხო შემდეგ თქვეს იქ რომ გერმანიაშია გასტროლი წავედით დიდი ცინცაძე გამოყვა დათო ცინცაძე გამოყვა იყო ჩვენთან სწორად დათო ცინცაძე ის კაცი რო არ გამოყურო და ვერ მივიდოდით იქამდე. დიდი პატივი დაგვადევნა, მოკლედ. კარგად ჩავატარეთ რამოდენიმე კონცერტი, გთხოვეს კიდე. სხვადასხვა ქალაქებში იყავით თუ? ერთ ქალაქში ვიყავით, მაგრამ იმ ერთ ქალაქშია დიდი ფესტივალი, რაღაც პირეულია რუდოლშტატი. და რამდენი ორი კონცერტი გვერგებოდა, კიდე გთხოვეს რომ ერთი ჩაგვეტარებინა დამატებით რა. მოეწონათ მოკლედ და დიდ აუდიტორიის სადაც ყველაზე ბევრი ხალხი იყო იქ. თქვენ იყავით თუ სხვა ქვეყნებიდანაც იყვნენ კიდევ? კი, მთელ სოფლიო ფესტივალია ესა და საქართველოსდან წელს ვიყავით ჩვენ. ასამის შემოძახილი. კარგად ვიმღერეთ, მოვიარეთ, ჩამოვართვით ხელი და წამოვედით. ეგრე თქვა. ელაურად, ახურა. მოკლედ ისეთი კაი ხალხი იყო. კონცერტის შემდეგ ხალხი დაგხვდა იქა და აი ევროპა მაინც რა განათლებული ხალხი მოვიდნენ მოხუცმა ხალხმა გერმანელებმა შეხარვენ ახი გვიგალობეს გასწავლა მე ერთი კონცერტი გარეთ გავაკეთეთ ეს ხალხი ვინც ცოტა რაღაცა იცოდა საქართველოს შესახებ და ყველა შეყვარებული იყო აი მათთან აბა მობრძანდით და არ გაუშვით რა იქაც იმათთან ერთად ვიმღერეთ კარგა ხარ აღებული გქონდათ რამე ღვინო რამე ვინო გერმანიაში ვის გაუჭირდება ყველაფერი ყახური მაინც ჭაჭარა ჭაჭვიანი რამე მე ამა თუ შლიდი არ დალიოთ მეთქი თორემ მე სხვანაირად მე თელაურად სხვანაირად ხდება ხოლმე ღვინოსთან ურთიერთობა გააქვს როგორ კაი ურთიერთობა ღვინოსთან გვაქვს ურთიერთობა დაბადებიდან რა ვიცი იმდენ დავლია რომ აღარავსო ეს თანდენა გამიგვირდა იცი 18 წლიდან რომ ჩამოყალიბეს და რომ ის ყველაფერი როგორ ახერხებდი ამასთან თელავში რასა ამ ლოთების მეტაური ვიყავი თავი იმ თავიდან ამ თავამდე აი წე წარმოვიდგენია რა ეხლა და თან ამდენი რომ შეძენი კიდე შეგაგიმორჯოს ღმერთს აი ღვინომ გაგვახალისა ბევრი ხალხი ვახსენეთ ეხლა უამრავი ადამიანები და ერთი გენიოსი ხალბატონის ვახსენოთ რეალად თათარაძესთან დაკავშირებით ვიცი რომ შე რაღაც ურთიერთობები მქონდა და რა როგორი იყო თქვენი ურთიერთობა და აი რაღაც მე ძალიან დიდ პატივისცემით ვარ არ ვიცნობ და სამწუხაროდ არ გადავყრივარ არსად და ისე მიყვარს რომ რატო და გადაყრა ეხლა მაგალბატონს არაფერი გადაყრა არ უნდა ისედაც უნდა იცოდე ვინ არის და რა არის რა და შენ გქონია ბედნიერება მასთან შეხვედრის რა სიტყვი ამ ხალბატონზე აი ხალბატონ ლელასთან შეხება აი მოსმენით ქონდა პირველად აი ჩვენ კორპუსებში იქ ცხოვრობდნენ რო ცხოვრობდი ბებიასთან ერთად იქ ცხოვრობდნენ ორი ხალბატონი
გასათხოვარი ქალბა გაუთხოვრები რა ვიცი როგორც არ გათხოვდი ჯიჯურიძე შინა ბერას რო ეძახი ხო აი ძალიან საყვარელი ქალბატონები რა და მუსიკალური ხალხი იყო და ფანდური ქონდათ და ეგენი უკრავდნენ და მათ ყავდათ კიდე დედა ვინც ჩამოდიოდა და კასეტა დახქონდათ თან იმ ქალს და ლელა თეთარეიძის კასეტა მე მივხვდი რომ ლელას უსმენდა და მაგაც სახლიდან გამოდიოდა ხოლმე ლელას ხმა იქ დაუდგებოდი და უსმენდი ვერ ვწყდებოდი რომ ეს რაღაც არამქვეყნიური რაღაცა მესმის ხო არსებობს მუსიკები ის ეხა ბავშვურად ვამბობ მე ამას სხვადასხვანაირ მაგრამ ეს არის რაღაცა სხვანაირი სხვა ფორმაა და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა რომ მე წვდომა მქონდა კიდე სხვა ჩანაწერებზე და ასე შემდეგ და მე თბილისში სტუდენტობის დროს დიდი მეგობრობა ჩამომიყალიბდა საყვარელ ადამიანთან თემურ ჩალაბაშვილთან უი რას ლაპარაკობ და მასთან ძალიან მაგარი კაცი ბიჭო მაგარი კაცი თემურ ჩალაბაშვილი ვარანცოვზე იცხოვრობდა დიდი მეგობარი იყო არაერთხელ დამყოფი და ლელა თათარეიძის ხშირად მაგარი პოეტი ძალიან მაგარი პოეტი ძალიან ადამიანი მაგა კაცი ბავშვი არა მაგან გამაცნო ეს სასწაული ხალხი მოკლედ ჰამლეთ გონაშვილსაც ვიცნობ დაუსწრებლად თემურისგან რა ხო და ლელასთან მოხდი თემურის მხრიდან თემურმა მიმიყვანა მარჯანიშვილის თეატრის როგორ იყო ჩვენთან იყოს წევრი იყო მარჯანიშვილის თეატრის ეგრე იყო ნამდვილად მაგარი კაცი იყო და ლელასთან ქალბატონ ლელასთან მოკლედ ასე და კონცერტებზეც მე ხშირად ხა ფოლკლორის ცენტრის კონცერტებზე ხშირად მღეროდა ქალბატონ ლელა და იქ ვიყავი მეც და ეს სიახლოვე ქონდა ყოველთვის რა და ქალბატონ ეთეროსთან კიდე მის დასთან რომელიც არაჩვეულებრივი პოეტიც არის და ამ შემნახავი ამ მთის პოეზიის ზოგადად ქართული ხალხური პოეზიის ეს ამირან არაბული მისი მეუღლე და ქალბატონი ეთერი ამის ესე იგი დიდი დამცველები არიან დღემდე რა და აი მათი რეპერტუარი ძალიან შემიყვარდა განსაკუთრებით ეს არის აი რაღაცა ჩემთვის ზღაპრული თუშეთი თავისი ლექსებით, ჰანგებით, ხალხით და საკვებითაც, აი სულ განსხვავებული ჰაერით და წყლით. და განსხვავებული ეს გამოთქმები აქვთ მათ ეს სიმღერებში, განსხვავებული ესე იგი გამომხატველი სიტყვები აქვთ. როგორ ახარ გონთ? კარგად ვარ გეტყვის, გონთა ვარ. გონთა. ხო და უნდა მიხვდე კარგად რომ გავუგო რა ხდა რაზია აზრი. ხო და მე მეგონა ბოლოს იმღერა ქალბატონმა ლელამ ესეთ სიმღერა მწირულაო ამოვალიდ ფერაობას მოგკლავ. ხო და ეს მეგონა რაღაც ძველი ხალხური, მაგრამ ამ ხალხურ იდეით არის შექმნილი ეთეროს დაუწერია ეს ლექსი. ყველას ხალხური გონია რა. ხო და ლელამ იმღერა თავისებურად გააკეთა თუშური სიმღერა რაღაცა მისტიური ძალიან და მე მეც მოვინდომე სიმღერა ხო და ვიმღერე ერთ კაი გოგოსთან ერთად. ფოლკლორით გოგოსთან ერთად ნატო ივანიშვილთან ერთად და კაი გამოვიდა აკუსტიკამ ჩაწერა. ხო და მაშინაც დაველაპარაკეთ რაზეა ეს სიმღერა როგორ არის აუხსენთ კიდე კაი გვაქვს საშუალება რომ შევეკითხოთ ხოლმე რა და უხარია იცი ძალიან ჯაურობს როცა არ ეკითხებიან ხო და როგორ ჯამთელად როგორ არის როგორ სულ გონთა არა ლელას კი არ უთქვამს ეგ მაგრამ ლელა აი სულ ჩივის იმას რომ რაც ხდება ხოლმე ხარ რა ქვეყანაში რაც ხდება ხოლმე ძალიან გულის ტკივა და მაგას გამოხატავს ხოლმე კი ბატონო კი როგორია ეხლა შენი შემოძახილის გეგმები დრო ჩვენ ნამდვილი დავჭა აბა პროდიუსერს შევეკითხოთ ნამდვილი ცოტა დავჭა ცოტა ეხლა ძალიან ბევრი რამე მინდა კითხო მაგრამ ვერ ვეტევით ამ 50 წუთში მაგრამ კიდე შევხვდები ჩვენ არ არის პრობლემა როგორია ეხლა შენი და შემოძახილის გეგმები მითხარი ჩემო ბატონო ერთი ჩამოგიღერებე კიდე რამე და დავემშვიდობოთ ჩვენ მაყურებელს შემოძახილი შემოძახილი ეს გამართული ანსამბლია თელავში ჩვენ ჩავწერთ აუცილებლად პირველ რიგში არის რომ ჩავწეროთ ეს სიმღერები რაც არის დაგროვილი და დარჩეს არ დაიკარგოს გვიწყობს ხელს ძალიან აკუსტიკა დიდი მადლობა ამ გადაცემას თავის პროდიუსერებით ხალხურმა მოგვცა დიდი ცნობადობა
და თვითონ კახურ სიმღერას მისცა დიდი ცნობადობა ჩვენით. კონცერტს ხო არ აპირებდა დღეს იგი. კონცერტი იქნება ცოტა მერე, აი ალბომს ჩავწერთ. ალბომის პრეზენტაციაზე გავაკეთებთ კონცერტსაც, ერთად გავაკეთებთ ამ ყველაფერს, ესე ჯობია ხო და ახლა ველოდებით რაღაცა ცოტა ესე რომ იმიტომ რომ 25 წელი ეს ხალხი ესე მოვიყვანე და ახლა ვიღაცების მხარდამჭერასაც ველოდებით რა და იმიტომ რომ ამას ახლა შენარჩუნება უნდა და ხარისხი რო არ დაიკარგოს ამიტომ და ჩვენმა ხალხმაც და თავრობამ თუ ვინც მოკლედ დაგვეხმარონ რა და ჩვენ თვითონ შეგვიძლია ყველაფერი დაგიგებით ხართ შემოგარბადა თქვენ ხართ ხმა ერისა და გენაცვალე თელაველი აი ბოლოს კარგად თელაურად ვირა შეშემოგირი ხმა ერისა ხართ გენაცვალე მე შენ უგრმესი მადლობა მოგზაურობისთვის დიდი მადლობა მოწარმატებას წარმატებაზე გისურვებ აი ერთი ხო არის აი ერთი ვარ და გიმთავრებია მეორე იყოს რა და მე კიდე მესამე და მეოთხე და მეასე და სულ მაგრად იყავი სულ ჯანზე იყავი და სულ ბარაკით იყავით კიდე რა და წარმატებებით ბევრით რა უგრმესი მადლობა მოგზაურობისთვის ბოდიში მოვიხდი ბატონებო და ქალბატონებო და გემშვიდობებით ამისთვის დაანგული მწყდება რა მაგრამ რა ვქნათ გაილია ჩვენი დრო ის იყო ჯაპანას პაპანაკება და იყავით ჩვენთან და მოვისვინოთ ეხლა ბოლოს რაღაცას გვიმღერებს შევი და ამით სიმღერით გავიდეთ ჯობია ვიდრე ჩემი ლაპარაკით ამ ეთერიდან რა მომავალ ხუჩაბათამდე აბა ერთი მაგრად იყავით გენაცვალეთ მე თქვენ აი იმ სიმღერას გიმღერებს წეღარო თქვი ლელამ რო გააკეთა თავის ის ლექსზე შევეცდები სიკი ბატონო მოგაკალავ ყორებო ქონდა რაის ქოჯოებით მოგართავთ არწივებო ნავარადის დროს მონატურთ თვალს მოგაკარავთ საჩხატაება ქან ჩახებო დილის ჯანღუნდ მოხსნათ შენ სოფელ გადიანა კუნჭრუხიანი ჩემ ქორბუდაიდ სალაფერდებიან შენ სოფელს მთვარის ნაჭერად გას ჩემს მზეს ხივის არ ნაზფერებიან შენ სოფელს მთვარის ნაჭერად გას ჩემს მზეს ხივის არ ნაზფერებიან შენ სოფელს მაძღარ ყანამ შვენებს ჩემ საკართობლე ნაჭრელებიან შენ სოფლის პირში მოგიჩქებს წყაროი მე შიგ სოფელში ნაპერწკლებიან ორ თავსა უფალო სამყოფა გვაქვის მაგარ უერთ კვადოდ ნარ ეკლებიან მწირულავა მოვალიდ ფერაობას მოგაკალა